ვაგრძელებთ Bybit-ის პლატფორმაზე SpotGrid ბოტების ფუნქციონირების განხილვას და ამ ვიდეოში გაჩვენებთ კონკრეტულად რა შედეგებზე გავიდა ჩემს მიერ გახსნილი ბოტები და გაჩვენებთ უკვე დახურულ ბოტებს თუ რამდენი გამოიმუშავა. ეს არის რიგით მე-7 ვიდეო, წინა ვიდეოში ახსნილი მაქვს რისკები, თუ რა რისკებთან გვაქვს საქმე და რა მინუსში შეიძლება გავიდეს ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიცია. ეხლა გადავდივართ საფულეზე. აქედან შემდეგ გადავდივართ ტრეიდინგ ბოტებზე. შემდეგ ვირჩევთ უკვე დახურულ ბოტებს. და აქ აუცილებლად უნდა იყოს მონიშნული SpotGrid bot, აი ეს კონკრეტული ადგილი. მაგალითად განვიხილოთ პირველი, ეს არის MMFI, რომლის ინვესტიციის თანხა იყო $282 და 58 ცენტი. ყველა დეტალური მონაცემი მოთავსებული არის აი ამ ადგილას. აი აქ მაგალითად გვაქვს SpotGrid bot-ი, გვაქვს ტოკენის დასახელება, ასევე გვაქვს ვადა რამდენ ხანში გამოიმუშავა, ეს არის 3 საათი და 58 წუთი. აი აქ მოცემული არის მაგალითად რამდენი გამოიმუშავა და აქ მოცემული არის რამდენი პროფიტული ტრეიდი ქონდა ჯამში 86 ტრეიდი ქონდა 86 ტრეიდში თან ფასიც გაიზარდა და გამოიმუშავა ჩადებული ინვესტიციის 5.02%. ანუ ჯამში სუფთად გამოვიდა $14 და 19 ცენტი. აი აქ მოცემული არის price range, რა ფასის რეინჯში მოძრაობდა, რა შუალედში მოძრაობდა ფასი, რა შუალედში მქონდა გახსნილი. თუ გვინდა რომ მაგალითად მივიღოთ უფრო დეტალური ინფორმაცია, დეტალური მონაცემები, უნდა დავაწყე აი აქ დეტალებს და გვაჩვენებს ყველაფერს. აქ არის უფრო ფართოდ ჩაშლილი აი ეს მონაცემები. აქ შეგვიძლია გადავიდეთ ისტორიებში და ვნახოთ როგორ რა პროფიტები მოგცა აი ამ ტრეიდის დროს. ჯამში კლიანტ ამ 86-მა ტრეიდმა მოგცა $2.63. აი აქ არის მოცემული ყველა ტრეიდი, როდის გაიხსნა, როდის დაიხურა, მაგალითად რა პროფიტზე გავედით. აი აქ არის ნაჩვენები. ჯამში დახურვის დროს მივიღეთ 14.19, მაგრამ ეს არის გამოწვეული იმისგან, რომ ფასი გაიზარდა და ფასის მატებასთან ერთად შესაძლებელია გრიდმა არ იმუშაოს, საერთოდ ტრეიდი არ ქონდეს და ტრეიდმა ვერ გაგიყვანოს იმხელა პლუსში, რაც გაგიყვანოს უბრალოდ ფასის მატება. შესაბამისად, ფასმა მოიმატა და ეს არის ფასნამატიდან გამოწვეული პლუსი. ეს ერთი დახურული ბოტი, გადავხედოთ შემდეგს. და ყურადღებას გავამახვილებ უბრალოდ პლუსებზე, აი აქ არის მოცემული. აი ამ მხარეს Cyber-ის SUI. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ზუსტი შესვლის წერტილი და მიიღოთ საკმაოდ კარგი პროფიტი. მაგალითად განსაზღვროთ ასევე რაოდენობა თუ რა რაოდენობის ინვესტიცია უნდა ჩადოთ. აი ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, 4.25% პლუსი, $21.27 გამოვიდა. ჯამური ინვესტიცია შეადგენდა $500 და ეს პროფიტი დადო 22 საათში და 14 წუთში. ძალიან კარგი პროფიტი არის. რაც შეეხება წინა ვიდეოებს, გაჩვენეთ მინუსები, რომ როდესაც გახსნით Grid bots, Grid bot-ი შესაძლებელია პირდაპირ პლუსში არ გავიდეს და ამის ილუზია არავის არ უნდა გქონდეს, რომ აი გახსნით პირდაპირ bots და 2 წუთში უკვე დაგაპროფიტებთ. გავა რა თქმა უნდა მინუსში, ამის მაგალითი არის MMFI-ზე გახსნილი ბოტი, სადაც $500-იანი ინვესტიცია მქონდა და
აი აქ არის ზუსტად ნაჩვენები. 87 დღე 6 საათი და 51 წუთი დაჭირდა აი ამ ბოტს რომ გასულიყო პლუსში. დაიხურა პლუსში 16%, 16.05% და $80 იყო ჯამური სარგებელი. ნახოთ ახლა დეტალურად. იყო გასული მინუსში დაახლოებით $200-დან $250-მდე, რაც ჩვეულებრივი მოვლენა არის. გადავხედოთ სხვა ბოტებსაც. აი აქაც დავუშვათ როგორც კი გაიხსნება ტრეიდინგ ბოტი და შეხედავთ ჩარტზე გავუკეთებთ ანალიზს, რომ შესაძლებელია ფასი ქვემოთ წამოვიდეს და თქვენი ინვესტიცია ვეღარ გავიდეს პლუსში, ან შესაძლებელია უკეთესი შესვლის წერტილი მოძებნოთ. ამ შემთხვევაში უმჯობესი არის დახუროთ ხელით ტრეიდინგ ბოტი და აიღოთ ის მიზერული ის მოგება, მაგრამ მაინც მინიმალური მიზერული მოგება. აი ამის მაგალითი არის ეს $1.79 მაგალითად. აი 72 ცენტი. აი ესენი მინუსში მაქვს დახურული, იმიტომ რომ სხვა ტოკენებზე ვნახე უკეთესი შესვლის პოზიცია და ამიტომ ავტომატურად ხელით დავხურე და გავედი მინუსში. ესე რაც შეეხება აი ამ მიზერულს, აქაც 13 ცენტი არის დაპლუსებული, მაგრამ გავაკეთე ანალიზი, რომ ფასი ქვევით მოდიოდა და მინუსში გასვლას მერჩივნა სხვა ტოკენზე გამეკეთებინა ტრეიდინგ ბოტი. უკეთესი შესვლის წერტილი ვიპოვე ამ შემთხვევაში. აი აქაც აი ამ ტოკენზე 32 ცენტი არის პლუსი, 64, $1. აი $6 არის. აი ეს ბოტები ნიშნავს, აი აქ რაც არის მოცემული. ამ შემთხვევაში გავხსენი ლიმიტ ორდერებით და ფასი არ ჩამოვიდა შესაბამისად კონკრეტულ აი ამ შესვლის წერტილზე და ბოტი არ გაიხსნა, ამიტომ დავხურე. აი აქ არის შესვლის წერტილი 3.99. არ ჩამოვიდა ფასი, შესაბამისად ხელით დავხურე, აი ამიტომ არის აი აქ ასეთი მონაცემი. და აი ამას ველოდებოდი 6 საათი და შემდეგ დავხურე. და ვიზუალურად ასე გამოიყურება ესეთი ვარიანტი. აქაც 4 ბოტი გავხსენი თუ არ ვცდები. აქ wallet connect-ზეც OM-ზე მიზერული თანხები არის, მაგრამ საერთო ჯამში რომ დათვალოთ, პლუსი ძალიან ბევრი. და გაითვალისწინეთ აქ მოცემული არის ინვესტიციის რაოდენობა. vedete აქ $100, აქ 186, აქაც $100. აქ უკვე 317 არის, აქ 66. გააჩნია სიტუაციას, გააჩნია შესვლის წერტილს. ყველაფერი არის დამოკიდებული შესვლის წერტილზე. რაც $2, $6, $2, $2, 6 და მოკლედ 90%-ზე მეტი პლუსში არის დახურული. ეს საერთო ჯამში საკმაოდ კარგ პროფიტზეა გასული. აი აქ $5, 10. უბრალოდ ყველაფერს სჭირდება დრო და მოთმინება. მოკლედ ეს იყო ჩემი დახურული ბოტები. აქ კიდე ბევრი არის და დაახლოებით 3-4 საათი მაინც დაჭირდება, რომ ყველა დახურული ბოტი გაჩვენოთ, ამიტომ აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ მოკლე და ინფორმაციული ვიდეო გამოვიდეს. მოკლედ თუ გაინტერესებთ ასეთი ტიპის ვიდეოები, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, დაწერეთ კომენტარებში და შევეცდები ვიდეოს სახით ამომწურავთ გიპასუხოთ, ან გიპასუხებთ კომენტარებში. ყველას წარმატებას გისურვებთ. დროებით.